მოგესალმებით, ჩემო TikToker-ლებო, მე უკვე ერთი თვე არ გამოვჩენილ ვარ და აუცილებლად მოგიყვებით, რატომ არ გამოვჩენილ ვარ და რას ვაკეთებ ცხოვრებაში. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაუხადო HubSpot-ს, რომ ეს შესანიშნავი ორიგინალი საქართველოს ნაკრების მაისური მაჩუქეს, თან 11 ნომერი, უკან ქორომა წერია. შეგიძლიათ თქვენ შეხვიდეთ HubSpot-ზე და შეიძინოთ ორიგინალი ნაკრების მაისურები. რაც შემეხება მე რატომ არ ვჩანდი? დაახლოებით ერთი თვის წინ ჰამაკის არხზე მქონდა ვიდეოს გადაღება. კარგი ქართული იყო, მეც მესიამოვნა. ყველაზე სწრაფი იუთუბერი. და არაფერი უნდა გავქცეულიყავი, დამაფიქსირებინა ჩემი დრო, წავსულიყავი სახლში, მე ვარჯიშა, დილით ამდგარიყავი, ხაჭო მეჭამა, მე ფიზიკური ვარჯიშები მქონდა და ასე შემდეგ. მაგრამ სანამ გავიქცეოდი ერთ მომენტში ვაჟა ბასტოგოგუამ მითხრა ესეთი რაღაც. ტრავმას მიიღებ თქვა ჩამოყობა. და მე ტრავმა მივიღე. გაქცევიდან 4 წამში თითქოს ფეხიდან რაღაც ჩამომწყდა. და მეგონა რომ იმ წამს რაღაცა ისე მეტკინა რომ გამივლიდა მე ცოტა ხანში, მაგრამ არ დავივიწყოთ ვაჟა ბასტოგოგუას დამპალieნა, რომელმაც წინასწარ გათვალა ეს ყველაფერი, თოჯინა დამარხა მიწაში, 3 დღე ეშმაკს შეეკვრა და მე რო ტრავმა მიმეღო, რაღაც რიტუალებს ატარებდა. არა უშავს, ყველაფერი უკან დაგიბრუნდება, მეგობარო. და ამის შემდეგ მივედი ექიმთან და ექიმმა მითხრა ესეთი რაღაც. ეს არის შენი მარჯვენა ფეხი. აქ არის არა მარტო ჰამსტრინგის, არამედ ნახევარდღესოვანი კუნთის ნაწილობრივი დაზიანებაც. დაზიანება არის საკმაოდ დიდი. მეორე, მესამე ხარისხის დაზიანება არის. ცოტა ჰემატომაც არის, ამიტომ სრულად არ ჩანს, მაგრამ რაც ჩანს, მაგითაც აშკარაა, რომ დაზიანება საკმაოდ დიდია. აი აქაც ჩანს უკვე დაზიანება მთლიანად მთელ სიღრმეზე. აი აქ. შენ ხედავს ყველას რა. ეს არის ჯანმრთელი ფეხი და ეს არის ჩემი ფეხი. შენ დაზიანებული მეორე ფეხი. სამკურნალოა, დაახლოებით ერთთვიანი სამკურნალო კურსი გჭირდება მარტო თავისი ფიზიოთერაპიებით, მედიკამენტოზური ანთებისაწინააღმდეგო კურნალობა, ინექციები ადგილობრივად, დისფაქტორი, რომ დავაჩქაროთ აღდგენა ამ შენი დაზიანებული კუნთების. ეგ არის, მაგის შემდეგ კი დაიწყება უკვე სარეაბილიტაციო ვარჯიშები, რომელიც დაახლოებით უკვე ინდივიდუალურია, ზოგჯერ უფრო დიდხანს გრძელდება, ზოგჯერ უფრო ნაკლები დროის განმავლობაში და როცა უკვე მზად იქნება შენი კუნთები, მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდები მოედანზე. მოედანზე რო დაბრუნდები, იქაც ჯერ ინდივიდუალურად იქნები მინიმუმ 1-2 კვირა, რომ მიეჩვიო პროცესი. აი ეგ არის მთელი ამბავი. საერთო ჯამში დაახლოებით ალბათ 2 თვე ნახევარი, 3 თვემდე შეიძლება გაიწელოს ეს ყველაფერი, სანამ სრული დატვირთვით შეძლებ ვარჯიშს. მკურნალობა დავიწყე უკვე, უკან ვერ გაჩვენებთ ჩემ შიშველ ფეხებს. ვაჟა გოგუას YouTube არხზე გადავიდეთ და დავარეკორდოთ ყველამ, რომ დამპალieნა აქვს. დღე პირველი მკურნალობის ნახოთ როგორ ჩაივლის. არ ვიცი. რაღაცებს მოგიყვებით ხოლმე, პოდკასტებს ჩავწერა აქ და ასე შემდეგ რა. მოკლედ გავიკეთე დღეს პირველი პროცედურა, ეს არის იბერიას სამედიცინო ცენტრი და შეგიძლიათ ახლა ამოვანათებ აქ ამ ადამიანს მიწეროთ Facebook-ზე თუ დაგჭირდებათ რაღაცა მსგავსი ესეთი მომსახურება, შეთანხმდებით აუცილებლად ყველაფერზე. ეს მე ვარ, დღეს აქ გავიკეთე. ლევან, რა გავიკეთე პირველი? მაგნიტოთერაპია გავიკეთე აქ. და ულტრაბგერითი თერაპია ფონოპოლისი გავიკეთე აქ. ერსეპოლისი გავიკეთე აქ, მოკლედ და ხშირი სტომარი ვიქნები უკვე აქაურობის და აი ეს მაზებიც ყოველდღე უნდა წავისვა, ეს წამლები დავლიო და ვნახოთ თუ დავბრუნდები
თქვენ მაძლიერებთ. ნემსებიც დაიწყება ძალიან მალე რა. მოკლედ ესე, შაროსაიდან მოდიხარო, მაგრამ რას ვიზამთ? ვიმკურნალებ და შევეცდები რომ დავბრუნდე. მადლობა. სამწუხაროდ ამ ყველაფრის მერე როგორც ხვდებით, ვარჯიშს ვერ ვახერხებ. დავდივარ ფიზიოზე, როგორც უკვე გითხარით, ვმკურნალობ და ერთადერთი რაც შემიძლია დავდივარ იბერიას თამაშებზე, ასევე და გაჩვენებთ აუცილებლად ამ პერიოდში იბერიას პირველი გუნდის და იბერიას მეორე გუნდის თამაშებიდან გოლებს. ეგარი გოლია ვერ მოვასწარი და გოლ აიმე მაპატიეთ მეგობრებო უცბად მოხდა ყველაფერი ესე ბურთი გადაახტა თავით უკან გადააგდო და გოლი გავიდა ვერ მოვასწარი გადაღება მაგრამ გოლ კარგი ნახეთ ეხლა აი ამ ადგილზე აი ფლადიქით კარისიქით არა მაღლიდან მოხდება ბადეს უკან იმას ბურთის ეტკას კი არა და რა ქვია მაგას Gol! 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 Sakın çembi Rusya. ოკცა Gol! Sakın! Gol! Sakın! Davay Gogi. Şenit. Ay. Hey, go! Go! Bravo! ეგარი ადრიახტი Davay. Amis, davay. Sakın! Amisa, რა ცხოველია, ბიჭო. Sakın, amis! დაიწყო იბერია გაგრა იბერიას დაპირისპირება მაგრამ დამავიწყდა აი მოვიდა არა წავიდა მოვიდა წავიდა გადაიწო ჩაირთო გადაიწო ნახე ორი გადაიწო ჩაირთო არა ეგ არის ესე უფრო ლამაზია ახალი სტილის ეს არის. აი, იბერიას გულშემატკივრები ყოველთვის ნათელში არიან. 100 წლის შემდეგ. სხვათა შორის იბერიას ახალი მწვრთნელი ყავს და ახალი მწვრთნელის ასისტენტი გუგან ერგაძე და თემო ბაგრატიონი და ყველამ ერთად წარმატებები უსურვეთ და აგერ ნახავთ თუ არ ამოქაჩავენ და ისევ პირველ ადგილზე თუ არ გადავალთ აგერ მე და აგერ თქვენ. არმელ ზოხურიც გადის სტადიონიდან თეთრი რაღაც რომ მოძრაობს თუ ხედავთ
მოვიდა შუქი და ეხლა გავიგე მე არ ვიცოდი მითხრეს რომ 45 წუთი შუქი რო არ მოსულიყო იბერიას ჩაეწერებოდა 3 ქულა რა და არა კაცო რა თმინდოდა რომ არ მოსულიყო შუქი თავარია თამაშით მოვიგო გოლ დაგო სილაქშე პატარა ცხოველო შენ გო და სამომავლოდ, რა ვიცი, შემიძლია თუ გინდათ ფიზიოებზე წაგიყვანოთ ხოლმე და იქ ვისაუბროთ, ანეკდოტები შემიძლია მოგიყვეთ. და რა ვიცი, გავერთოთ ერთად, სხვა რა დაგვრჩენია. მაგრამ რაც მთავარია, მე არ ვაპირებ რომ შევეშვა ამ საქმეს, უნდა ვიმკურნალო და აუცილებლად თავიდან უნდა დავიწყო ვარჯიში და უნდა მივიყვანო ბოლომდე ჩემი საქმე. იმიტომ რომ რადგან თქვი, მოკლედ მინდა რომ ბოლომდე მივიყვანო ეს საქმე და შევასრულო ჩემი სიტყვა. და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის რომ ვითამაშო რა. ყველა ვარჯიში, ყველაფერი წყალში ჩამეყარა. მაგრამ არა უშავს. იმისთვის არის დავარდნა რომ მე ფეხზე წამოდგეთ და ესეთ საშინელ ხალხთან აღარ გქონდეთ კონტაქტი როგორც ვაჟა ბასტო გოგოა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მას ესეთი განსაცდელისთვის ცხოვრებაში. 100 იმდენი. დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ უყურეთ ამ ვიდეოს. საკმაოდ საინტერესო იქნება თქვენი კომენტარების წაკითხვა, გამხნევების მოსმენა ან ასევე იმ კომენტარების წაკითხვა რომ ქორო განგება განიშნებს რომ ეს არ არის შენი საქმე. იქნებ სხვა რაღაც აკეთო. არ იქნება პრობლემა, შემიძლია ამ კომენტარებსაც წავიკითხავ და მე მაინც გამაძლიერებს ეს კომენტარებიც. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და არ დაგავიწყდეთ ასევე არხის გამოწერა, იმიტომ რომ ძალიან დიდხანს ვიყავი გაჩერებული და ესე აღარ გავჩერდები, კვირაში ერთხელ აუცილებლად მე თქვენთან ვიქნები. არ მოიწყინოთ და ყველაფერი კარგად იქნება. არა უჩვენე მერე აია წითელი და წითელს მიეც ახლა მიეც რა ვიცი